მე მინდოდა რომ ეს vlogi დაწყებულიყო ასე. მოგესალმებით ამსტერდამიდან. ჩვენ ამ ქალაქში ჩამოვედით, იმიტომ რომ რამდენიმე დღეში აქ არის ჩემი საყვარელი მომღერლის ჯესი ჯეის კონცერტი და ჩვენ ჩამოვედით ამსტერდამში და ყველაფერი არის ძალიან კარგად. გამოიწერეთ ეს არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო და ჩაუჯექით გემრიელად ვუყუროთ. აი არ შემიძლია ესე დაწყება რა. ჩემოდანი დავკარგე. სასურს პატრონი ყურმის არ იღებდა. საქართველოში უკან თავის დროზე ვერ ბრუნდები. და ტანსაცმელი უნდა ვიყირო თავიდან. და მაგ ყველაფერს გაიგებთ ამ vlogში, რომელიც ძალიან ნელა და ძალიან შვიდად იწყება აი ასე. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ბოლოს როდის დავდე, ნაღდი მოგზაურობის vlogi, მაგრამ ვინც ახალია ჩემს არხზე და მხოლოდ ჩემს სახში ვყავარ ნანახი, სადაც ძალიან თავდაჯერებული ჩემს საქმეს ვაკეთებ, მინდა გითხრათ, რომ მაგ სახლიდან რომ გამოდივარ, ჩემი თავდაჯერებულობა მანდ ვერ შევა და ჩემი უსუსურობის კოეფიციენტი იზრდება, ანუ თავდაჯერებულობის კოეფიციენტი მცირდება, უსუსურობის იზრდება და უსუსურობის კოეფიციენტის მაქსიმუმი სად არის? აეროპორტში. სათხარ ტირილისთვის, იმიტომ რომ მე უკვე ვიტირე. ჩემთვის ბედნიერება იწყება როდის იცით? აი, მიწაზე ფეხს რო დავდგამ, ფილმებში ხო ნანახი გაქვთ, მიწას რო კოცნიან. ეგ ვარ უბრალოდ ჩემი მეგობრები მაკავებენ ხოლმე და აი დღეს არავის შემაკავებს. ძალიან საინტერესო მოგზაურობაში მივდივართ. გაიგებდით უკვე ალბათ იმ ყვირალა ლინაკოსგან. ეს მოგზაურობა დაიგეგმა ზუსტად 1 წლის წინ და უნდა ყოფილიყო ოქტომბერში. მერე გადმოინაცვლა აპრილში. მერე აპრილში ისა შეიცვალა მსოფლიოში ყველაფერი, რომ საერთოდ გადაფიქრებული მქონდა, რომ ეს მოგზაურობა უნდა შემდგარიყო და ზუსტად 3 დღის წინ ვიფიქრე, რომ მოდი ერთხელაც ვინერვიულოთ. 3 დღის წინ ვიყიდე ამ ფრენის ბილეთები, უკან გამოსაფრენი ბილეთი. ჯერ კიდევ არ მაქვს. აღშევშანი არ მაქვს. მაქვს მარტო პირველი 2 დღის. მე რაღაცა იქნება რა. ყოველთვის არის და ეხლა როგორ არ იქნება ხო? და წავედით ჩემს საყვარელ ქალაქში, ამსტერდამში, სადაც ვნახავთ ჩემს საყვარელ დედამიწაზე ნომერ 1 ჩემთვის არტისტს. ჯესი ჯეის. და იდეალურ შემთხვევაში ზედმეტი გრაფიკის გარეშე გეტყვით როგორი გამოიყურება ჩემი მოგზაურობა. ანუ მე ჩავფრინდები ამსტერდამში. წავიხემსებ აეროპორტში 2 საათში, ჩავჯდები Flixbus-ში და გავემართები ანტვერპენისკენ. რატო ანტვერპენისკენ? იმიტომ რომ სანამ ჯესი ჯეის კონცერტი იქნება, მე ერთ საიდუმლო პატარა საყვარელ რაღაცა შემოგთავაზებს, რასაც აქ არ გეტყვით. ერთი ანუ კულმინაციამდე ხო უნდა იყოს რამე საინტერესო, რაც არ გესწოდინებათ. ანტვერპენში ჩავალ, იქ სად როგორანაირად ვიცხოვრებ, მაგას იხილავთ და მერე დავბრუნდები უკან ამსტერდამში, სადაც ჯესი ჯეის კონცერტამდე ერთ სრულ დღეს გავატარებ განა ამსტერდამში, რომელიც უკვე გადადგებნილი მაქვს და ძალიან მიყვარს. რისი სეზონი არის ახლა? რისი სეზონი არის ახლა განსაკუთრებით ნიდერლანდებში? ტიტების ყვავილობის სეზონი. იმედი ამით შეგვიწყობს ხელს და იმედია სწორიდანაც მე წამოვიღე, იმიტომ რომ სულ რაღაც 9 საათში ჩავბარგდი. საერთოდ იდეალურ ვარიანტში ჯესი ჯეი გესალმებათ ესე. პირდაპირ vlogში რომ გამარჯობა. ოცნებას კაცი არ მოუკლავს. ოცნებას მოუკლავს, მაგრამ აი იმ ოცნებას არ მოუკლავს. ნაღდოცნებას კაცი არ მოუკლავს, მოკლედ რა. მე ახლა მაგდალეული 3 დამაძინებელი მე-4-ს მივაყოლებ. და როცა ავფრინდით. მე დავიძინე. და ახლა გამაღვიძა სპორტგამცილებელმა. და მითხრა ლინა კომიცანი და თუ ამიტომაც უყურებიცოდე რომ უბრალოდ მეძინება თორე 2 წამის რომ მოგეცაგიცნობდი. ჩემი კლასელია ხალხო. და გადმომსვა უკან სადაც შემიძლია რომ წავწვე და უკან რომ მოვდიოდით უთხარი რომ მე სპორტგამცილებლების კოშმარი ვარ და რო გამიღიმე მინდოდა რომ ბევრჯერ შემეწუხებინა თორე უბრალოდ მიმეძინა თქო და მითხრა რამდენჯერაც კიდე ამ თვითმფრინავში არის ჩემი კლასელი და რავი რა უთხარი რომ მეთქი თუ უკვდავით თქო მითხარით და კაიო, მაგრამ არაფერი არ მოგვიმაო და
ეს პატარა და უბრალო სიტყვებიც მაგარ ძალას მაძლევს. აი, როდესაც მიფრინავ ხოლმე ჩემ მეგობრებთან ერთად. ესე გვერდზე მიზის ერთ-ერთი სულიერი, რომელსაც ყოველ შექანებაზე ვაღვიძებ და იმან მიუხედავად იმისა, რომ საკვების უსაფრთხოების სტანდარტის აუდიტორია, იმან რომ მითხრას, რომ ყველაფერი რიგზია, მე დავიჯერებ, რომ პილოტმაც თქვა, რომ ყველაფერი რიგზია. და ახლა ჩემო კლასელმა რომ მითხრა, რომ ანარულო ძალიან კარგი პილოტები გვყავს და თან კიდე 5 მფრინავი ზის ბიზნეს კლასში ამსტერდამში მიფრინავენო. რა თქმა უნდა, უკვე შემიძლია რომ ამ ფრენაზე დავისვენო და მე არ ვაკონტროლო რა როგორ მიმდინარეობს, იმიტომ რომ აქამდე ვიცოდი რომ თუ მე არ გავაკონტროლებდი სად როგორ რანაირად ვარც, აუცილებლად ღმერთმა დაგვიქოროს რაღაც იქნებოდა. ახლა შემიძლია მშვიდად წავწინო, იმიტომ რომ ჩვენი ორი თავარი პილოტის გარდა კიდევ 5 მფრინავი არის ბორტზე. ჩემი აზრით ეს იმიტომ მოხდა, რომ ძალიან ნერვიულობდი და ძალიან ბევრს ვლოცულობდი. და მადლობა ღმერთს. უბრალოდ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რაც ხდება ჩემ ცხოვრებაში. აი ესაა ხდები. განახე მაღალი ხე ზურმუხტისფერი, ხე მაღალი. ხე ზურმუხტისფერი. დიახ, ჩვენ ისევ აქ ვართ, ხო გინდოდათ ძალიან გრძელი ვლოგი. ხო და ახლა მოგიწევთ ჩემი ატანა, იმიტომ რომ ჩემმა კლასელმაც ვერ დამამშვიდა. წახან ისე დაგვაბზრიალა. მეძინა ისე დაგვაბზრიალა. მე გავიხედე მეთქი შევამოწმებ რა, ანუ თუ პილოტებმა ეხა თვალი წააპარეს, წაუძინეს, ანუ მე შევამოწმებ და ქვებით გაგვიფრინა. იმხელა თვითფრინავმა, იმხელა კი არა, იმდენად ახლოს იყო, რომ ჩემ ფანჯარაში საკმაოდ დიდად გამოჩნდა, ანუ ძალიან ახლოს იყო რა. ძალიან შემეშინდა და გამახსენდა ჩემი კლასელის ოქროს სიტყვები. არ მოგერიდოს ლინა, გამომიძახე. რაც გინდა, როცა გინდა. ღილაკს რომ მივაჭირე, ჩემი კლასის არესალა და მისი კოლეგა მოვიდა და მომცა საჭმელი რა. მე ხა მეტყობა საერთოდ რომ მადა მაგ საერთოდ ჩემი მკლავის ხელა სენდვიჩი მაგ ჩანტაში და საერთოდ არ მეჭმევინება. აი იმდენად მსუბუქი მინდა რომ ვიყო. რაც არ უნდა მოხდეს. ისე მინდა რომ ძალიან მსუბუქი ვიყო. საერთოდ არ ჭამა არ მინდა რა. და ეხლა რა ხდება ხოლმე, როდესაც ვეძახი რა ბორდ გამოცდილებას. ყველას უსვამ ყოველთვის ერთ და იგივე კითხვა. ჩემი კითხვები არ შეცვლილა უკვე 8 წელია. პირველი არის, ეხლა საშიშია? შენ გეშინია? ყველაზე ცუდი ფრენა რა გქონია? საშიში თუ იქნება პილოტი გვეტყვის? პილოტთან შესვლა შეგიძლია? პილოტთან შესვლა შემიძლია? პილოტ შეგვიძლია დაურეკოთ? შეგვიძლია პილოტს უთხრათ რომ ვიღაცას ეშინია და შეუძლია თქვას რომ ყველაფერი რიგზეა? კიდე კარგი რომ ყოველთვის სხვადასხვა ადამიანი მხვდება, თორე ერთი და იგივე რომ დაამოყამოს რომ ერთი და იგივე კითხვებს უსვამ, ალბათ აღარ მიპასუხებდა რა. ვერ დამიწერთ კომენტარს, რომელიც დამამშვიდებს ფრენის დროს. თუ დამიწერს, აი დაგლოცოთ უფალმა რა. სტატისტიკებს რაღაცებს არ ვარ ზეპირად ვიცი ახლა რამდენი თვითმფრინავია ჰაერში. სტატისტიკა ყველაფერი. არ გვინდა ეხა ბევრი ლაილაი. აქ ლაილაი იქნება მარტო ჩემგან. ხუმრობ მეძინება, აბა ჰე დაგიბრუნდებით. ესა ჩემი კლასელი რომელმაც გადამატარინა ფრენა საოცრად. ისე თითქოს არც მიფრენია და მატარებელში ვიყავი და ტკბილად მეძინა. ეხა მაგ შეთან კითხვა. გაიხსენე ჩვენი რომელიმე სამი კლასელის სახელი და გვარი. აუ, რა უნდა? ანუ ნატალი ფატარიძე, დავით მაისურაძე, ლინა. კიდევ ერთი წავსო. კაი, ლუკა ცინაძე, ჰა. ოჩალ. ანუ კიდე ბევრს გავიხსენებ, არ მოხდა. მე მეკონა დაგავიწოდით რა. სულელეა. მე და ყველას მოუყვები. კოცრი და ანუ you made my day. ბედნიერი ფრენა უკან турბულენტურების გარეშე. დიახ, გერთვებით თბილისიდან რო გითხრათ, რამდენად კარგი ფრენა გქონდათ 10-დან, რამდენ ქულას დაუწერდით, თუ იყო турბულენტური ზონა, რამდენად შეწუხდით, რამდენად შეგეშინდათ, რამდენად ინანეთ, რომ მიფრინავთ და როგორი ამინდი ახლა თქვენთან გადმოგცემთ მიკროფონს თქვენ და თქვენ რომ გააგზავნოთ ეს ვლოგი ამდენი ადამიანი გვიყურებს. მადლობა რომ იყურებთ. ეს იყო საუკეთესო ფრენა ჩემს ცხოვრებაში. ნეტა ბარგი არ მქონოდა, ეგრევე გავაჭრიდი. აი ახლა ზედმეტი მონტაჟის და რაღაც სილამაზეების გარეშე აქვე გეტყვით. რასაც ყოველთვის ვამბობ ესეთი რაღაცების შემდეგ, რომ კარგი ადამიანების გარეშე მოყოფნა არის ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვანი. და ჩემი აზრით
როგორც სხვა კარგი ადამიანი გისწორებს რაღაცას და თავს კომფორტულად და კარგად გაგზრობინებს, შენც იგი უნდა გააკეთო. ეხა კაინდა გულზელო და დამედო რომ ასეთი პატივი მისცა ჩემმა კლასელმა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შევხვდებით სათვალსას და სიკეთით დაუბრუნებ და ულიმიტოდ რომ დაობზრიალებთ ამ სიკეთებს, მე ადამიანები მე რა გვეშველება დედამიწაზე ყველას. What do we do now? ჩამოფრენიდან 4 საათის შემდეგ მე მაქვს კარგი ამბავი და ცუდი ამბავი. სანამ რომელიმე ამბავს ვიტყვი, სანამ რომელიმე ამბით დავიწყებ, მინდა ვთქვა, რომ მე საერთოდ არ მქონდა დაგეგმილი, რომ ჩემი ვლოგის ამხელა ნაწილი იქნებოდა უაზრო ლაილაიდან აეროპორტიდან. ახლა გადავიდეთ თავარ ამბავზე. ეს არის ერთი კარგი ამბავი, ერთი ცუდი ამბავი. კარგი არის ის, რომ ჩამოვედი ამსტერდამში ვარ, ამსტერდამის აეროპორტში ვარ. და ცუდი ამბავი ის არის, რომ ცხოვრებაში პირველად დამეკარგა ჩამოდანი. ეს იყო საუკეთესო ფრენა ჩემს ცხოვრებაში. ნეტა პარკი არ მქონოდა, ეგრევე გავაჭრიდი. ოღონდ ჩემ ბრალი არ არის, ანუ ჩავაბარე ხო ჩემოდანი. ამსტერდამში არ არის ჩემი ჩემოდანი. თან არის უზარმაზარი აეროპორტი და დაახლოებით 3 საათი ვიდექით რიგში, იმიტომ რომ თვითონაც თქვეს, რომ ვერ განსაზღვრეს, რომ ძალიან ბევრი რეისი დაემთხვა ერთმანეთს მოკლედ. ახლა დავბოჯიალებ ამ ბელთებს შორის და ვეძებ ჩემს ჩემოდანს, რომელიც არსად არ არის კაციშვილი ქართველი აქ არ არის. ანუ საზღვარზე მითხრეს, რომ უკან და აი არ უნდა ნებრო ესე დავგეგმე ეს ტრიპი და უკან წამოსვლის ბილეთის არ მიყიდია, იმიტომ რომ არ ვიცი თავის დროზე წამოვალ თუ არა, მაგრამ წარმოვიდგინეთ ამათი POV-ით ვინ ვარ, ანუ ჩამოვედი, ჩანთა მყიდია მარტო. თბილისიდან ჩამოვედი, ვამბობ, რომ უკანა წასვლის ბილეთი არ მაქვს, იმიტომ რომ არ ვიციოდი სწავალ 4 დღეში თუ 6 დღეში და ეგეც ანუ 4 დღეში წავალ 90%-ით უბრალოდ მაინც ვუშვებ მაგ 2 დღეს და ჩემ ჭიას ვიხარებ და იმიტომ რომ ყიდობ უკანა ბილეთს. ვეუბნები რომ სახლის ჯავშანი არ მაქვს, იმიტომ რომ ვერ მოვაბიჯერ თავი და მინდოდა რომ ჩამოვიდოდი მერე უკვე დაგულებული რაღაცები, რაც მაქვს Airbnb-ზე ეგენ დამეჯავშნა. და ამასობნები რომ უკან წასვლის ბილეთი არ მაქვს და ეხლა სადაც ვჩები მაგის ჯავშანიც არ მაქვს. და ეს ტიპი მიყურებს რომ ანუ ნორმალური ხარ საერთოდ. და ნუ რაღაც მოლაპარაკების მერე ვიღაცებს დამოლაპარაკეს და უთხარი რომ ანუ გემუდარები ეხლა არ მაყიდინო უკან წასასვლელი ბილეთი, ჩემი გამჭირვებია. გამოვდივარ ძლივს ბელთთან და ჩემი ჩემოდანი არ არის. და ეხლა განვაცხადე რომ ჩემი ჩემოდანი არ არის და მითხრეს რომ სად იცხოვრებ შემდეგი რამდენიმე დღეო სად მოგიტანოთ თუ ვიპოვითო და მეთქი არ ვიცი. მაგრამ გული არ დაიწყვიტოთ, იმიტომ რომ ყოველთვის კარგი რაღაცას მოყვება განსაცდელი და მე განსაცდელს მოყვება კარგი რაღაც. ამიტომ მეც გავერთობი თქვენსავით ამ ვლოგში მონაწილეობით და ვნახოთ რა იქნება. ჩემი ფლიქსპასი გაუქმდა, იმიტომ რომ დამაგვიანდა. შემდეგი ფლიქსპასი არის 1 საათში. 1 საათი მაქვს რომ ჩემი ბარგი ვიპოვო თუ არა და წავალ ანტვერპენში და როგორც კი ჩავალ გაჩვენებთ რა მაქვს აი ამ ჩანთაში, ანუ ჩემი ჩემოდანი რომ დაიკარგოს ყველა ჩემი ლამაზი ტანსაცმლით, რაც გული მეკუმშება უკვე. რა გვექნება ეს დღეები? კიდე რა არ მithვა მშიცით? ჩემი ფლიქსპასი 1 საათით გადაიდო. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლიკა კარიორესი და ლინა ჩამოვიდა ჩემთან. ძლივს ლინა ჩამოვიდა ჩემთან, უნდა ჩამოსულიყო 6 საათის წინ და მოვიდა ეხლა. შეხედეთ ეს მე გავზარდე. ახლა ვარ ანტვერპენში, ყველაზე კარგად გირა, სადაც შეიძლება რომ ყოფილიყავი საერთოდ და გეტყვით რატო გამიმართლა საერთოდ რა ღმერთმა გადმომხედა ისეთი ის გავიარეთ დღეს. 9-მთა ყველაფერი დაიწყო სასწავლად, როდესაც ბორდ გამცირებელი ჩემი კლასელი აღმოჩნდა და ძალიან ბევრი საჭმელი მაჭამა თვითფინოში და მე გმართლა. ესე ვიყავი და უკვე ტირილს ვიწყებდი აფრენის მერე ისე მეშინოდა და უცებ გამაღვიძა ბორდ გამცირებელმა და შევხედე და ესეთი იყო. ლინაკო, ვერ მიცანი, შენი კლასელი ვარ და მეთქი, ნათია. შენ ხარ და გადავსო ძალიან მაგრად დგას და ხო, შენ გეტყვი ხა. გადავსო მაგრად დგას და მითხრა რომ ეხლა საჭმელი მოვაო, ეხლა არ შეგეშინდესო, მე ტურბულენტურის დროს ჩემ გვერდზე იჯდა. მეგონა რომ რადგან ესე მაგრად დაიწყო ჩემი თავგადასავალი, ბოლომდე მაგრად გაგრძელდებოდა, მაგრამ პატარა რაღაცები, პატარა ერორები იყო რა.
მოკლედ ჩემოდანი დავუკარგე, სადაც მაქვს ყველაფერი. ეს არის ერთადერთი საცმელი რაც მაქვს. ჩემოდანი დავუკარგე და ლიკას ჩემ მეგობარს ვისთანაც ანტვერპენში შევჩები, მივწერე ჩემოდანი დავუკარგე მეთქი და მალევე არ მივწერე რომ შენი სათვალე რომელიც ჩამოაქვს ჩანთაში მაქვს ხო და ბავშვი ნერვი ულამდა ეგონა რომ ეგეც დავუკარგე რა. აუ რომ მომწერე ბარგი დავუკარგე მეთქი. ჩემი სათვალე. ან მალევე მოგწერე რომ მაქვს ხო? თუ არა. აუ რა ჯერ ვითხარი ბარგი დავუკარგეო და მეთქი მორჩა. და ნახეთ რა მაგარია. ლიკამ რომ მითხრა რომ ჩემთან დარჩიო და შენი Airbnb გაუქმეო, კი ვფიქრობდი ახლა. ანუ რატო შევაწუხო ადამიანი რა თუ ისედაც არჩეული მაქვს სახლი. რატო ვაყიდინო ექსტრა კიტრი და პომიდორი. და კომბუჩა. მაგრამ წარმოიდგინეთ, ჩემოდას ხო მაინც დავუკარგავდი და წარმოიდგინეთ ჩემოდის გარშე რომ მიდივარ ვიღაცის სახლში და ესეთი რო არ რომ ეხა კბილები გავიხეხე ამათი კბილის პასტით რა. You know what I mean? აეროპორტშიც მაკაჩავეს რა უკანა ბილეთი რატო არ გაქვთ და ვისთან რჩევიო და დაურეკოსო და რომ ცოდნოდა რომ ჩემი ჩემოდანი უკვე დაკარგული იყო აქეთ ვეკაჩავებოდი და ვეტყოდი რომ ანუ ჯერ ჩემი ჩემოდანი მიპოვეთ და მე გამირჩიეთ ხო რაღაცები მაგრამ რომ მაკაჩავეს და გამომიშვეს მე აღმოჩნდა ეგ და ნუ არ უშავს რაღაცა იქნება და მინდა და რომ მოვიდოდი გადამეღო unboxing-ი რით ჩამოვედი მაგრამ მოგიყვებით ისედაც რამდენიმე ნივთია ნუ ჩემი კამერები დღიური კვილის ჯაგრისი ერთი ჟაკეტი ეს და ქურთუკი რა და მე მეუნებოდი იმას მესაძღეს რომ რამდენი ხითაც მინდა იმდით გავჭირდები მე გადავწყვეტ და bro წინ დაარგაქ მეორე ანუ რაც უნდათ მეტყოდე რომ ანუ დებილო აქ არის კომბუჩები ეს რაც შენ მოგეწონა რაღაც ვარდისფერი კომბუჩა ეს არის ბლუბერი კომბუჩა და არა ბლუბერით გამო რა მაგიტო ეს ყემალია ქართული ეხლა გადავიდეთ აქეთ სიროგი და თუ რა ქვია მას პარარარარა პარარარარა oh yeah აი კეთი აუთფიტით დამაძინეს გუშინ you got the best of both worlds na 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 მარა რა ვქნათ რა რასაც შეგაცვევი მაგაზე უარი არ უნდა თქვა თორე მე გეტყვია რომ გარეთ გაგიდგა ვაფშე ყუცო და მან დაგაძინება ნახეთ რა მანკარად კიდას გავიღვიძე სადაც დავიწინე იქ გავიღვიძე და დღეს რადგან კვირა არის და არაფერი მუშაობს მითხესო შენ ჩემოდანზე არავინ არ მოიტანსო საერთოდ ჩემოდანზე არც არავინ დამკავშირებია მე დავუკავშირდი ყველას მეილზე WhatsApp-ზე Messenger-ზე Facebook-ზე ოდნოკლასნიკსეს მივწერე ჯორჯანია როაის და შიპოლის airports მაგრამ არავინ არ პასუხობს რა ამიტომ დღეს ცხოვრება რო გავაგზელო დღეს მივდივართ პრიმარკში სადაც უნდა ჩავიცვეთ და ჩავიცოთ ჩემი შემდეგი 5 დღისთვის, ან 4 დღისთვის, ან 2 დღისთვის. და ეს დამცინის, რომ პრიმარკში უნდა ჩაიზმანო, როდესაც ლიკური პრიმარკისთვის მოგზაურობს და ხო რა, ბოდიში მოიხადეთ. ხო, დღეს ჩავიცვამთ პრიმარკში, საკონცერტოდაც, სასიარულოდაც, დასაძინებლადაც და რა ვიცი, რა ჩემოდანიც ვიყიდოთ და მივიდეთ და ეს გავხსნი და ჩავყრი რაღაცებს. ისიც არის მაგარი რომ ხო იტყვით რომ რატომ პრიმარკში რინდა მაშინ სხვაგან წადი ყველაფერი დაკეტილია და უნდა ავირჩიოთ ან ფლიმარკეტი ან ფლიმარტი ან პრიმარკი რა ან ფლიმარკეტი უნდა ავირჩიოთ სადაც რამეს რო ვიყიდი მე ხო უნდა გავრეცხო საცმაქანა გვაქვს არც გვაქვს სარცხის მაქანა არავის არ აქვს დღეს არის ის დღე რაც არ მithქვამს ვიდეოში დღეს არის ეგ დღე რა ჯესი ჯეის კონცერტის არა სხვა კონცერტის დღე და მაგისთვის ისეთი ლამაზი მოკლედ ისეთი დასაცველი მქონდა წამოღებული რომ ვუშვებ რომ ჯესი ჯეი ეს დამინახოს და იტყვის ჰე ლინა გინდა ამოხვიდე და იმღერო ჩემთან ერთად მე ლისტიც მაქვს იმ სიმღერების რასაც ვეტყოდი რომ ჯესი ჯეი მოდი ეს სიმღერა ვიმღეროთ რა ერთად წარმოგიდგენიათ ანუ იმ რაღაც პლაკატის თუ შტერობის გაკეთებასაც ვაპირებდი სადაც დავწერდი რომ მოკლედ ეს სიმღერა არ გიმღერია 10 წელია და ეხლა ვიმღეროთ რა და წარმოგიდგენიათ ეგეთი მომზადებული რომ მოდიოდი როგორ მაგარ ტანსაცმელს მოვამზადებდი ნამდვილად ულამაზესი კაბები დავკარგეთ ჩვენ მეგობრებო რა უკვე არ გვადარდებს ეგ მაგრამ
კარჯი მომიწევს ელასტიკით და ჰუდით ასულა ჯესი ჯეისთან რა. და მაგრილს რო ნახავთ, დიდად ბევრმა არ გააზიაროთ, იმიტომ რომ დიდად ის ტანსაცმელი არ მეცვევა, რაც უნდა მეცვას. სანამ ახალი ტანსაცმელი მექნება, გაჩვენებთ საერთოდ რა შემჩა, რა წამოვიღე, ანუ რა მნიშვნელოვანი ნივთები მქონდა ჩანთაში, რითიც ვარ ჩამოსული რა საერთოდ. ანუ ნივთები, რომლებიც არ უნდა დაკარგო მოგზაურობის დროს. მზის სათვალე, ფირი და ანუ ფირის აპარატი კიდე კაი რო თან მქონდა, თორე თავსაც მოვიკლავდი. წიგნი, რომელიც არც გადამიშლია თვითფრინავში, Good Night Tokyo ქვია და ძალიან აქებენ. დღიური, iPad-ი, დრამინა, სახატავი, ფერადი ფურცლები. ეს ჩანთაში მედოდა რომ მოვფრინავდი დამეზარა უბრალოდ ამოღება. ჰარმონიკა, ერთი სახატავი. ალბათ იფიქრებთ რომ ლინა დასახატა და ჩამოსული არა უბრალოდ ჩანთაში მედოდა აღარა მომიღია. ულამაზესი წკაპები მინისოდან და ეს ჟაკეტიც კიდე კაი რო ამაში მედო. შენი ეს კამერა მაქვს ამ კამერის დამტენი power bank-ი და მობილური და მოვედი რა. ესენი ხო კარგები გეგონენ რომ შემიფარეს რაღაცა. გამომაგდეს და ეს პრიმარკის ტანსაცმელი ვიყიდე და ვარა. ეს მეგავა. სამერ ფოტოს გადაიღებს. ნახე მე. ან ცეცხლი მოხდეს. ეს ხუდი ეხლა ცუდად მოფარე. ხო მიხდება. არა, სათვალებრო მიხდება მაინც ერთად რა იმან. ეს ხასხასმელები მაქვს. მე ზამბები. მაგრამ ხარია. ლიკას 24 აპრილს აქ დაბადების დღე. მიულოცოთ? გილოცოთ? ბატლო. ლიკამ ბოდიში. ლიკამ დამპატიჟა დაბადების დღეზე და მე ვერ დავრჩები, იმიტომ რომ სამუშაო მაქვს, მაგრამ თუ ჩემოდანი სადაც სამუშაოს საჭირო რაღაცები მაქვს. არ ჩამოვიდა, მე საქართველოში ვერ ჩამოვა, მართლა ვერ ჩამოვალ რა, ვერ გადავიღებ რაღაცას. ჩემოდანი არ ჩამოვა. ხო და თუ ეს ჩემოდანი არ გამოჩნდა ამ დღეებში, სანამ მე ამსტერდამში ვიქნები, მე მომიწევს რომ მე ანტვერპენში დავბრუნდე, იმიტომ რომ ამათ მისამართი არის აქ ჩემოდანი დარეგისტრირებული. და ლიკას დაბადების დღეც გადავიხადო. რა თქმა უნდა. მოკეთ იგივენაირ ტანსაცმელი ვიყიდე, რაც ჩემოდანში მქონდა, ამიტომ ტანსაცმლის დანაკარგი არ გვაქვს. ამათი ნივთების დანაკარგია ჩემი ერთი კამერის და მე და ჩემის ფესტი. მაგრა ტეხის რა. ეხა? რატო დეიდა? მაგრა გაგვექნა რა. ძალიან. აბატონო ნატა. არი ნერვიულობ. ო, არი ნერვიულობ. ახი რა კარგი. არა, აქ გავაკეთე. მე მივიდივარ კონცერტზე და ესენი არ მოდიან, იმიტომ რომ მე არ მithქვამს, რომ წინასწარ არ მithქვამს მოკლედ რა და ნინუცასაც წდება გული და ლიკასაც მაგრად რა, მაგრამ რა უქნა. და ეს არის ჩემი დღევანდელი ტანსაცმელი, რომელიც წეღან ვიყიდეთ. პრიმარკში ეს ამიყიდია. მე მივდივარ Not for Radio-ს კონცერტზე, რომელიც არ არის ცნობილი, მაგრამ მარიასი არის ცნობილი. და მარიასის გოგო მარია ღერის Not for Radio-ზე და აქედან 6 წუთში იწყებს აქედან 6 წუთში ადგილას იწყებს 10 წუთში კონცერტს. და შეიძლება ის თუ სიმღეროს და მე ვიტირებ. Come on, don't leave me, it can be that easy, baby, believe me, I guess I get on a plane. I ნინოცას უმღერი fly to your city, excited to see you. და ეს კუთხე რა ლამაზია აქეთ, ეს ქალბატონი როზის თავის მოსტერა სარდინებიც აქვს და წავედი რა. რა კარგად გამოვიყურები. დრო არ მაქვს უბრალოდ ეხლა რომ გემრიელად მივაყუდო კამერა და გაჩვენოთ რა ლამაზი ტანსაცმელი ვიყიდე. მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ლამაზი ტანსაცმელი ვიყიდე. მე აქ წამოვედი იმისთვის რომ ამსტერდამში წავსულიყავი ჯესი ჯეის კონცერტზე. თუმცა, როდესაც ვათვალიერებდი მაგ პერიოდში სხვა ვინმეს ხო არ აქვს კონცერტი მეთქი, აღმოჩნდა რომ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ბენდს Not for Radio-ს აქვს კონცერტი ზუსტად ანტვერპენში. ასე აღმოჩნდა ანტვერპენში და ახლა 5 წუთში თუ ვიჩქარებ 5 წუთში შევალ მის კონცერტზე და ვიქნები უბედნიერესი რა. Not for Radio არის
პატარა ბენდი, სადაც ნუ მთავარი არის მისი სოლისტი მარია, რომელიც არის The Marias ბენდის სოლისტიც ასევე, რომლის სიმღერაც იცით. არის hoicit come on don't leave me it can be that easy babe ხოდა მაგას მოусმენ ახლა kind of like it if you hold me cause I'm so bored of being lonely I need a virtual connection to be my video obsession ჩემი მეგობარიც გაგაცანით ძალიან კარგი ადამიანია რა. ჩემი მეგობრებიც გაგაცანით და ძალიან კარგი ადამიანები არიან და აქედან გაუმარჯოს ყველა კარგ ადამიანს. და ისე მოხდეს სამყაროში ყველაფერი, რომ კარგი ადამიანები ყოველთვის ხდებოდნენ კარგ ადამიანებს. რომ მე ყველაფერი იყოს. შეიძლება ეს გოგო არ არის ტოპ ვარსკვლავი, მაგრამ უდაოდ კარგი ხმა აქვს, ხმის ტემბრი აქვს ძალიან განსაკუთრებული და უდაოდ კარგი კი არა, საოცარი ის აქვს. სეტი, ანუ საოცრად მოწყობილი სცენა და ანუ ეს ყვავილები რო ცვივა სულ, აი ყველაფერი ულამაზესია რა. ყველაფერი ულამაზესია და დაუტკბი მოკლედ რა და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, აი ჩემი ტანსაც მეინახეთ. ასე მოცია ახლა. ძალიან საყვარელია რა. ძალიან კარგი ხმა აქვს და კარია მოკლედ ძალიან ვისიამოვნე, აი ისი როგორი კონცერტი იყო, აი კლასიკური მუსიკის მოსასმენად რომ მიდიხარ და რა ზიხარ უბრალოდ რა, რომ უბრალოდ ისიამოვნო. ეგეთია ესეც რა. უბრალოდ უნდა ისიამოვნო. და ახლა ანუ ვიხსენებ რა ვფიქრობ რომ თუ გამოვა რომ მე უხიდან გამოვა რა. იმიტომ რომ მე რო არტისტი ვიყო, კონცერტის მერე გავაკეთებდი მერჩის გაყიდვას და სანამ ხალხი მერჩის რიგში იდგებოდა გავიდოდი მაქედან და გამიხარდება თუ გადავაწყდები და მეთქვი ოლა კარინიო. ხო და ეხლა სახში მელოდებიან ლიკა და ნინუცა და ეხლა მითხეს რა შეჭამო და რა ისე მერიდება რომ რავი რა შეჭამო მითხარი რა მოვიტანო სახში. სასიგიჟია ხო და აფასეთ ის მეგობრები რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და გადმოდონ თავისი საქმეები. და გიმას პინსდონ და შენთან ერთად რა გაატარონ და ლიკა
და ნინოც უღრმეს მადლობა, ძალიან მადლიერი ვარ რა. ამის ხას ვაპირებ, როცა წავალ თქვენგან. მაგრამ აქაც ვიტყვი რა. ნინოცას არ ვიცნობდი და ეხლა გავიცანინდა. რა კარგი ადამიანი ყოფილა რა. შეიძლება აქედან გამოვიდეს. გამიხარდება თუ გადავაწყდები და მეტყვი hola cariño. I always wanted to tell you hola cariño. Hola, cariño. Thanks, guys. შემთხვევით აღმოჩნდი მაგის კონცერტზე საერთოდ ჯესი ჯეისთან მივიდიოდი. შემთხვევით დღეს მითხრა ლიკამ რომ აქ არის გამოსასვლელიო, ამისიო, ამ კონცერტ-ჰოლისო. შემთხვევით დაველოდე მობილური არ დამიჯდა და ბრო გამოვიდა იმ ადგილიდან სადაც ვიდექი. და უბრალოდ უთხარი hola cariño. და იმანაც მითხრა hola cariño. აი, ხოდა გზისიქეთ სადაც მე და მარია შევხვდით. გზისიქეთ არის 21 ნომერი და ზუსტად 12 ნომრის ქვეშ შევხვდით. ანუ 21-12-ში ვიყავი. და რატო hola cariño? ესეთი სიმღერა cariño და მაგაც ამბობს რომ მამა ჩემი როცა მირეკავს ხოლმე მეუბნება hola cariño. ხოდა ეხა ჩვენ ვიმღერებთ cariños. Cariño eres un amor. Cariñico, sin hacer amor. Something about you, baby. იცი რა მოხდა? აი, მიხარია ძალიან, რაღაცა კარგი მოხდა. I can be your babe. If you won't let go, you can talk to me. Cause you already know I can be your babe. If you won't let go. მოგესალმებით, ლიკა კალიორა, შეგიძლიათ კარი რო გამიღოთ? აუ ხო. აუ რა, იქ რა ყოფილიყავი რა. Cariñico. ხოდა რა მაგარი იყო რა. საერთოდ ანუ ჯესი ჯეისთან მივიდიოდი და მარიას ხელი ჩამოვარდი და ვიხარი hola cariño. Something about you, baby. Something about you, baby. ესე გავიღვიძეთ და გამოვედით და ისინი სამსახურში წავიდნენ და მე ფლიქსბასთან მივდივარ. და ძალიან კარგები არიან რა იცი და ასტერდამში რამდენი დღე ჩერდები? ჩემი განრიგით რაც მაგ დაგეგმილი არ ფიქრობთ რომ კეთილი იყო ჩვენი დაბრუნება ამსტერდამში? მე ვფიქრობ რა. სისხამდილით 6 საათზე გავიღვიძეთ. წაუსაუზმეთ, მე დილით ვერ ვჭამ ხოლმე და ვერ დავაჯერე ლიკა და ჩაიტოვლია და მე რაფერი ვერ ვჭამე სხვა. გამომატანა chocolate bar-ი თუ რაღაც protein, gluten free, sugar free, protein A, B, ხარისხის გენმოდიფიცირებულების ყველაფრის გარეშე რაღაცა bar-ი და ეს მივირთვი 2 საათია FlixBus-ით ჩამოდივარ ჩემს საყვარელ ქალაქში. აგე რამდენიმე წუთში ჯესი ჯეიც. აი თუ ჯესი ჯეიც ეშვება ხუმრობ ახლა. ამ ტრიპში აუცილებლად ვიკატავებთ ველოსიპედზე, იმიტომ რომ კარგი ამინდია ძლივს. აი დედას გეფიცებით თუ ჩემი ბრალი იყოს. დედას გეფიცებით. FlixBus-ის გაჩერებიდან ხო წამოვედი. 21 ხო იყო FlixBus-ის გაჩერების ნომერი. მე მეუბნები შენ თვითონ ეძებო რა. აქ რა წერია? 121. არო რატო არა წერია 384? როგორ ვარ იცი? მივაჩვია რომ დამემთხოვა სადღაც 21 და ანუ ეს ჩემთვის ნიშნავს რომ სწორ გზაზე ვარ რა. ანუ ლინა სწორედ მიდიხარ. ჰინტები არის სწორი. მაგარი არია რა.
ხო და ამსტერდამში ესეთი ამინდის სხვათა შორის. მე ამსტერდამში ძალიან ბევრი ვარ ნამყოფი. არ ვარ ძალიან ბევრი ნამყოფი, მაგრამ მე ესეთი ამინდი არ მინახავს რა. მინახავს მარტო ზაფხულში და პირველად ვარ გაზაფხულზე ამსტერდამში მარტო ის შემოდგომა დაგვრჩა და ყველა სეზონზე ვარ თქო შემილია თქო. გავაგარია. და დღეს გვაქვს ესეთი აჯენდა, დღეს გვაქვს ეგეთი გეგმა, რომ მინდა რომ მოვხვდე ამსტერდამში არა სხვა ქალაქში, სადაც არის ტიტების ყვავილობა და თუ ეგ გამომივა, ვიქნები ძალიან ბედნიერი. იცით რა უნდა დადგან იმ ადგილებში, სადაც მე მიწევს გავლა? პიანინო. ჩემი ავტობუსი გადის 5 წუთში და აი ეს დავინახეთ და ეს არ უნდა იქნათ, ეს აქ არ უნდა დაედგათ რა, იმიტომ რომ ამსტერდამში ეს არ დაკრულა და ეხა დაიკრება რა. მე ჩემი სახლში წავიდეთ, რომელიც ვიღაც კაცის სახლში არის ჩემი ოთახი და იმედია რომ ნორმალური კაცია რა. არავინ თქვათ ახლა ეს რა უიღბლო არისო. მაგრამ ჩემი ჰოსტი არ პასუხობს რა. აი რავი, რამდენიც მიხარია, რამდენიც სამყარო מחარებს 21 ნომერი რომ ხდება, იმდენი რაღაც არ გამოდის და მოდი ეხა შევცვალოთ წესები და ესე ვქრათ, რომ 21 არ შემხვდეს და უბრალოდ აი ყველა მიპასუხოს, ჰოსტმა მიპასუხოს რა, ეგრე იყოს გთხოვ რა. იმიტომ რომ მე არ მაქვს პრობლემა რომ ეხა წვიმს და გარეთ ვარ და ველოდები ჩემ ჰოსტს. იმიტომ რომ ვეძებდი სახლს. და ზუსტად ის კარი რომელიც მაგას აქვს მოწერილი ვერ ვნახე. Hi Opshota, my name is Lina. I cannot contact to my host and I'm standing outside the house and I texted and called him on WhatsApp but he's not responding and it's raining outside. Yes. But ask him like kindly, okay? ვერ ვნახე და მე დავურეკე WhatsApp-ზე და არ პასუხობს და მე Airbnb-ზე მივწერე და არ მიპასუხა რა და რადგან არ მიპასუხა მომიწია არ მინდოდა ძალიან რა ჩემ მეგობარს აქვს ჰოსტელი და ვიცი რომ რეიტინგი მნიშვნელოვანია და მომიწია რომ და ამერიკა Airbnb-ის საპორტისთვის და მე თქვა რომ აუ წვიმს და გთხოვთ იქნებ დამარეკინოთ რა და იმათ ვითხრეს კაი არ არის პრობლემაო დაურეკავენ ახლა და ის დამიბრუნდება და თუ არ დამიბრუნდება თუ არ დამიბრუნდება წავალ შევჭამ იმიტომ რომ ძამშია სხვათა შორის ეგ საინტერესო რაღაც აქვს Airbnb-ს რომ ითხრეს რომ მანდ რამე კაფე ან რამე თუ არისო მიდიო ყავი დალიაო ჩაი დალიაო მე ჩაი მიყვარს ან რამე შეჭამეო და ჩვენ ჩაგირიცხავთო და რა თქმა უნდა აი კაფე კუკ რა თქმა უნდა შევალთ არა მართლა მშია თუ არც დამირიცხავენ მართლა ძალიან მშია ეხლა მიკროფონიც დამიჯდა ხო ხედავთ ვიღაც მიდეკავს Hi. Yes. Okay. Thank you so much. Thanks. Oh, good. See you then. Okay. Thank you. Thanks. Thank you. See you. Чем подарок ты хима кому-то души? Амуна хитро подарок. ეს არის ჩემი ოთახი ამსტერდამში. ხო მიგერი? ძალიან ეს რა არის? მაგერია. და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემი ამსტერდამის პატარა ოთახში, რომელიც დავჯაფშინე გუშინ ღამე, დღეს ღამე 3 საათზე. ნორმალურ ადგილას არის, ამაზე ცუდ ადგილასაც მიცხოვრია ამსტერდამში. და არის ძალიან პაწვა, ანუ აქედან შემოდიხარ და ეგრევე საწოლია. მაგრამ მე ეს სახლი ხომ მხოლოდ დასაძინებლად მჭირდება არა. ანუ მე მჭირდება უბრალოდ რომ მოვიდე და დავიცინო. ანუ იმდენად დასაძინებლად მჭირდება სახლი, რომ განვიხილავდი ჰოსტელში ხო არ დავჭე თქო, იმიტომ რომ მაგარი აფი არის ჰოსტელი რა, აი შეგიძლია 3 ღამე გაატარო და გადაიხადო $100 რა, ანუ ღამეში $30 აქ ძალიან იაფია. მაგრამ
რაღაც ტექნიკები ხომ დამაგთან და მაინც მეშინია როგორი ლოქერიც არ უნდა იყოს, მაინც ვერ დავტოვებ და ესეთ ადგილს უფრო ვენდობი. ანუ რაღაც მშვიდი უბანივით არის, ძალიან გამიჭირდა ამის მოძებნად, ძალიან გამიჭირდა. უბრალოდ იმიტომ რომ ეწერა აღწერაში რომ კარს ეწერება ესო, კარს ეგ არ ეწერა, თორე ამ კარს 1000 ჯერ ჩაუვარე და ვარ მე-4 სართულზე, სულ ბოლო სართულზე. და მე გაირკვა რომ აქ კარში უნდა შევსულიყავი და კარში ის და კატა რომელსაც გვია ლუნა და რომ გამოვყევი ამ ლუნას აი ზუსტად შემოთახავ და მომიყვანა და ნუ ჰოსტიც გამეცნო და მთელი ამები რა ხო და არ ყოფილი ვარ უიღბლო ალბათ ამ დროს უნდა მოვსულიყავი და დღევანდელი გეგმა რომ სხვა ქალაქში გადავიდოდი და Tulip Seasons, Tulip Festivals დავესწრებოდი, გადაიდო, იმიტომ რომ უცებ გაწვიმდა. იმიტომ რომ არ არსებულია რომ ამსტერდამში კარგი ამინდი იყოს, მაგრამ ამსტერდამში კარგი ამინდია ხვალ და ზეგ. ვიფიქრე რომ მოდი, მზიანა მინდა სხვა ქალაქში დავხარჯავ და რადგან ამსტერდამში წვიმას ვარ მიჩვეული, ბოლომდე ყოველთვის წვიმაში ვიქნები თქო და დღეს გვექნება ამსტერდამის დღე. ვიბოჯიალებთ. გემრიელად შევჭამთ, იმიტომ რომ არაფერი მიჭამია, მხოლოდ ის გემრიელ ვაუჭამე, რაც გამომატანეს ჩემო ძვირფასმა მეგობრებმა. მაგნიტი გვაქვს საყიდელი ამსტერდამის, თუნდაც ჩავუტანოთ უკან ლიკას და რადგან ჯერ კიდევ ვეძებთ ჩემს ჩემოდანს, ან დაზუსტებით ვიცით რომ თბილისში არ არის და კიდევ მომწერეს რომ სადაც ვიპოვითო, ან Georgian Airways-თან არ გვაქვს ეგ ხელშეკრულება რომ გავაგზავნითო უკან. ამიტომ შევენა მოვაკითხო. ხო და ძალიან კარგი იქნება თუ 24-ში ისევ ჩავადგები ლიკას და ნინუცას სახლში. და ლიკას მიულოცავ დავადების დღეს და მაგ დღეს თუ გავატარებ მაგათთან ერთად ჩემი აზრით გაუსწორდებათ. თუ არ გაუსწორდებათ, დამიკომენტარეთ ლიკა, რომ არ გაგვისწორდებოდა და რატომ მოხვედიო რა. მე უკვე მოსული ვიქნები ალბათ. ხო და რა გაჩვქო დავადების დღეზე განავიცი რა უნდა ჩამოგიტანო ამსტერდამი და რაც მანდ არ არის, მაგრამ გავივლი და შეიძლება უბრალოდ მაგნიტი მოგიტანო, იმიტომ რომ ეგ დამაბარე. მაგრამ მე ვიცი მე საქართველოდანაც ჩამოგიტან შემდეგ ჩამოსვლაზე. გვაქვს ფირის აპარატი Kodak Gold-ი გვიდევს 200-იანი. და ეს ჰუდი, რომელიც Primark-ში ვიყიდე მეორედ. იმიტომ რომ პირველად რო ვიყიდე ის გაყვა ჩემს ჩემოდანს. როგორ მინდა რომ აი ჩემი საყვარელ ადამიანებს ყველას ჩავკიდო ხელი და ამსტერდამში წამოვიყვანო ჩემთან ერთად. აი და ჩემი მომყავდა, მაგრამ ვერ გამოგვივიდა ერთად მოგზაურობა და იმედია გამოგვე მომავალში და ხო ბედნიერი ხარ მაინც დე. ხო, ნახე, ანუ ვერ წამოგიყვანე, მაგრამ ვლოგით გართობ ხო დე? აი თუ კითხოთ ერთიდება, თუ გეტყვის. იცი რა დედა ჩემი ვინ არის? ჩემ არ ვიცი YouTube-ზე არ ვიცი, მაგრამ Instagram-ზე და TikTok-ზე მე თუ 2 ლაიქი მაქვს დედა ჩემს აქ 800 და store-ში მე თუ სამი მეგობარი მიგულებს დედა ჩემს 10000. დედა, ეხლა ვლაპარაკობდით. გეწყინებოდა თუ არა, გეწყინა თუ არა, რო არ წამოხვედი და გეწყინა? არა, არ მეწყინა. პირიქით ეხლა მიხარია რო არ წამოვედი. რატო? აბა იმდენი პრიჩენები ქონდა ამდენ ხანს ელოდებოდი მე ის არა. არული ხო პატარა ოთახში ჩავეწევოდი? კიდე გეტყვით რა. დედა ჩემი მაგარი ქალია რა. მართლა მაგარი არის. და წამოვიყვანა უცილებლად ეხლა რომ მოვდიოდი, მითხრა რომ რა უნდა გააკეთო ამსტერდამშიო რა, ჯესი ჯეის გარდაო და მეთქი. აუ დე ტიტების ყვავილობა უნდა ვნახო თქო და აუ ესე რო თქვა მეთქი, აუ დე ბოდიში. მაგრამ არა უშავს დე და თქვენც იცოდეთ რა არა უშავს, იმიტომ რომ დედა ჩემს უფრო მეტად გაუხარდება, რომ იმ ფულით რა ფულითაც დედა ჩემ უნდა წამომეყვანა, რომ დავუბრუნდები საქართველოში. ჩემი სამზარეულო დასრულდება და გაჩვენებთ შემდეგ ეპიზოდში შედეგს. აქაც ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან მადლიერი ვარ დორემის ჯგუფის, რომელმაც დამიმზადა ისეთი სამზარეულო, როგორიც ზუსტად მინდოდა. აწყობილი არ მინახავს, მაგრამ ნაწილ ვნახე და ხელოვან ადამიანს აწყობილის წარმოდგენა არ გამიჭირდა და ულამაზესი იყო რა. ნახე რა კაია მართლა. ძალიან მიყვარს რა, ძალიან ძილი ხორცი არის. ჰალპენიოთ ძალიან კარგი ხორცი. მენეკულია ნახე როგორი აი წავედი. მზე გამოვიდა. ახლა ჩემი წივინ არიან. მოვედი ულამაზეს ამსტერდამში.
მოდი ამსტერდამის ულამაზეს ცენტრში. მოდი ულამაზესი ამსტერდამის ულამაზეს ცენტრში. ვანსები მაქვს აყიდენი მოკლედ და მოკლედ მე არ მიყვარს არაფრის გამოწერა რა. და ძალიან დიდი ხანია ფეხსაცმელი მაქვს აყიდელი. არ ვიცი შემჩნია თუ არა ჩემო მეგობრებო, მაგრამ ამ ფეხსაც მინდა დავდივარ ყველგან, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და გახეულიც კი მაქვს. მაგრამ ვერ მოვიშორებ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს რა. ხო და მე ჩემო მეგობრებმა მითხრეს რომ ახალი ვყიდოთო ახალიო და Black Friday-იც გავმაზე, საახალწლო ფასდაკლებებიც გავმაზე და იმდენი ღირს რომ ანუ წონიან ყველაფრიანად 300 ლარს ცდება და ჩვენთან რო ჩამოდის კიდე მაგის 18% უნდა გადავიხადო რა. ამიტომ ეხა რატომაც ეგრე დაემთხვა ფასდაკლებები რა 50 euro ღირს და ეხა შევალ და ვიყიდი ახალ ვანსებს. მაგრამ არ არის რა ქვია ფეხსაცმლის ყიდვის ჰოლიკები რო არიან. გეუნები, ანუ ეს ვიყიდე შარშან აპრილში და სანამ არ დამეხა და კიდევ იმაზე ვიკატავები, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. და აქედან მოკითხა დედაჩემს, რომელიც მართლა აქ უნდა ყოფილიყო. 1000 ჯერ ჩამოვალ კიდე ცხოვრებაში ამსტერდამში და 1000 ჯერ ჩამოვიყვან კიდე დედაჩემს რა. ეხლა ჩემთან ერთად გაგაჩილინებთ, ცოტა მუსიკას მოусმინოთ, ცოტა რაღაცა, ჩემს საყვარელ რაღაცებს გავაკეთებთ. დავისვენებთ დღეს კარგად. აქამდე დასვენებული ვიყავ, მაგრამ დღეს კიდევ დავისვენებთ და ხვანდელი დღისთვის მომემზადებით. Jesse J-ს ხوار დაუწეროთ წერილი, აი მაგას ვფიქრობ რა. რამე ხوار უთხრათ, აი გუში რა მაგრად უთხარი მარიას. Hola cariño. ნიშნავს გამარჯობა ძვირფასო და ეს იყო არ ვიცი, აი მთელი დღე მაგ ვიდეოს ვუყურებ და წავედით ახლა. One-Sevis მაღაზიაში. Not flexing at all. უბრალოდ ერთ ფეხსაცმელს რო ავიჩემებ, ეგ უნდა მქონდეს და ეგ უნდა მეცოს და ეხლა იმას ვიყიდი და გავცვითოთ ერთად. Yesterday's day, yeah, moment of silence. They gonna read the colors, but life wasn't our reality is upon us. მოდი ახლა ცოტა ვილაპარაკოთ Jesse J-ზე რა. Jesse J მე მიყვარს უზომოდ. ან ჩემი აზრით თუ საქართველოში არის ვინმე ვისაც ჩემნაირად ან ჩემზე მეტად უყვარს ეს J არ არის ეგეთი ადამიანი. ვიცი რომ ბევრს არ უყვარს, მაგრამ ვიღაცები არიან ვისაც უყვართ და მიხარია ძალიან. და ისიც მიხარია რომ ბევრს არ უყვარს. განამაგეითქიფერებ. უბრალოდ აი არ ვიცი რა ნიკი მინაჟი თუ გიყვარს Jesse J არ უნდა გიყვარდეს რა, იმიტომ რომ ნიკი ბანძია. ხო და zero hate ნიკის ფან-კლუბთან. მაგრამ ადამიანი არის ნამდვილი და არის სული და გული და სული აქვს ჩერჩელილი Jesse J-ს რო იცოდეთ. თირამებო შემენგობარსაც იმიტომ მოსწონდა Jesse J რომ ნორმალურად იქცევა Jesse J და ძალიან სწორი ღირებულებები აქვს. ხო და ბევრი ლაილაი რო არ გამოგვივიდეს. ბავშვობაში აი ესე დავიჭირე 2012 წელს დავხატე. მე 2019-ში კიდე დავხატე, მე 18-ში კიდე დავხატე, მაგრამ 2019-ში ჩემი ჭკვით ვაჩუქე ეგ ნახატი, მაგრამ ან მიუვიდა ან არა. აი, უბრალოდ მინდა რომ დავახტე რა, აი ხარ რომ დავახტე, ამას აი რა მაგარი იქნება რა დავახტე. მაგრამ ვერ დავახტები. მაგრამ ვარდისფერი გემით ხوار გამეკატავა დღეს. და რას ამოვდი? Jesse J ხა დავხატე. მიყვარს ძალიან რა. ყველა სიმღერა არ მიყვარს, ზოგი არის ძალიან ექსტრა. ვიცი რომ ექსტრა ვიბრატოებსაც აკეთებს და ბევრს აღიზიანებს ეგ. მაგრამ მე მიყვარს რა, იმიტომ რომ იმდენად ცოტა ჯერ აქვს შესაძლებლობა რომ ხალხი წინ გამოვიდეს, თავის კონცერტებს არ გულისხმობ, აი ბაფთას და ეგეთ რაღაცებს, რომ უნდა რომ მთელი თავისი ვოკალური მონაცემები ჩააქსოვოს ამაში და ვიცი რომ რამდენიმე პროდიუსერი ყავდა, ვინც უთხრა რომ აუ ცოტა ზედმეტი მოგდისო და ეს მე ეჩხუბა და ანუ ეხლა მე გაუბედავ და ვეტყვი რომ ეს ძალიან ზედმეტი მოგდის ხო? იმ ღეროს ღმერთმა ხელი მოუმართოს, წავალ, მეც აუყვევი რა და ჩემი ოცნება არის. ვიცი რომ ანუ ვერ ახდება, მაგრამ ოცნებად არის რომ ავიდე მაგასთან ერთად სცენაზე და ვიმღერო. ორი ჯუზი არის, რომელსაც აღარ მღერის რა. ერთი არის LOVE, ცოტა მეორე არის Harder We Fall. მე თუ ოდესმე მომეცემა შესაძლებლობა რომ Jesse-ს პირადად გავესაუბრო, ვეტყვი რომ Harder We Fall. აუ, დიდების თესლი ვიპოვე რა ხე. მოკლედ მე ვიყიდე მაგნიტი ლიკას
და ვიყიდე ტიტების თესლები და იმედია ამოვა ჩემს სახლში, იმიტომ რომ ჩემს სახლის ეზოში არის დარგული. წინა პატრონმა დარგო თესლი. ტიტების და ტიტები ამოდის, ოღონდ არის წითელი და მე მინდა და ვარდისფერი და ეხლა ამოვა ვარდისფერი რა. აი ხა ხომ მაგარ კარგი ხასიათზე ვარ, მაგრამ აი იმიტომ ვარ რომ უბრალოდ აქ ვარ თორე ბევრი ცუდი რაღაც ხდება. მაგალითად ჩემოდანი მაქვს დაკარგული. მაგალითად თავის დროზე თუ ვერ ჩავალ საქართველოში რაღაცა ხმები გამიფუჭდება. და მაგალითად ფული მელევა. მაგრამ ნახეთ აქ რა ლამაზი მცენარეა. ჩემი ვანსი არ არის. აღარ შემილია. მე აღარ არ სომორჩი. რა მარტენსი არის, სადაც უნდა შევიდე და ფეხი უნდა იმას ვიქნა, რა ქვია. დავიტეხო ფეხი რამდენი ხნით. და აი გამიტყდა რა. დღეს ყოფილა მწველების საერთაშორისო დღე 20 აპრილი. მაგრამ ჩვენ არ ვწევით, ჩვენ ვსვავთ ჩაის. ან ბულდოგში იმიტომ შევედი რომ ჩაი შემეკვეთა. იმიტომ რომ აქ მინდა რომ დავჭრე და დავხატო რაღაცები და ჩაი მაგარია. მე არ ვეწევი ნახეთ. მე ჩაიზე მოვედიე. ვაგრძელებთ ჩვენს Warriors ამ გემზე, თუ რაც არის. სადაც აუცილებლად უნდა დაждდეს ყველა ამსტერდამში. განსაკუთრებით თუ კარგი ამინდია. ეს ამინდი არის, არ ვიცი რა. ძალიან არ მიყვარს ეს ამინდი, მაგრამ ამსტერდამში ამბობენ რომ ძალიან იშვიათია მზე, ამიტომ ცოტა ხანი ავიტან. და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გემზე, რომელშიც იხდით დაახლოებით 25 ევროს, დაახლოებით არა 25 ევროს მეტი არ გადაიხადოთ, ერთ ადგილას არის 17. და 1 საათი ჩილავ და ათვალიერებ ამსტერდამს და კატავ და ყურსასმენში გაქვს საოცარი მუსიკა, აი გუშინდელი მუსიკები მაქვს მე პირადად. და ტყვეები ცხოვრებით. ცოტა მზე ვერ მატკბობს, მაგრამ რაღაცას ეგეთ შვები რა. ეხა არის 8 საათიც არ არის ჯერ. მე თუ არ დავიძინე, მე ფუნქციონირებას ვერ განმოგზობ. ამიტომ მგონია რომ ხა დავიძინებ, ერთ 4 საათში გავიღვიძებ. ხვალინდელ დღეს დავგეგმავ. და მე კიდე დავიძინებ და ადრე ავდგები რა 1:07-ზე, ანუ 8-ზე, ან 9-ზე რა ავდგები, მაგარი ვიქნები. და დღევანდელი დღე ეგრე გავატარე, რომ უბრალოდ რა ადგილებიც ვიცოდი რომ არსებობს აქ და ვიცი რომ იმედს არ გამიცრუებს, ეგენი მოვიარე, იმიტომ რომ ახალი რამის აღმოჩენის თავი არ მქონდა და კიდე აი დღეს არ წავედი სხვა ქალაქში, თორე ახლა სახში როგორ მოვედი არ მახსოვს. ალბათ საჭმლის მაღაზიაში ვიყავი, აი 40 წუთი მაინც ნელა დავლასწევდი და ვიღებდი ამ პროდუქტებს და რაღაცები არ ტყუილად წამოვიღე და ეხლა უკვე ნერვები მეშლება, მაგრამ არ აუშავს. ეხლა მე დავიძინებ, აგე თქვენ მიკროფონი, აგე თქვენ ჩემი მობილური. ერთმა ხელი მოგიმართოთ ყველაფერში. რა გავიღვიძებ გეტყვი.
პატარა ოთახებში მაგრად მძინავს რა, არაფერი რო არ არის, რასაც აი ბავშვები ძილის წინ რო არ იძინებენ და აი რაღაცას რო აფუჭებენ და მაღაზე რო აქვთ ყურადღება გადატანილი და რო არ იძინებენ, ეგ რო არ დიდ ოთახებში აი ჩემს სახლში. 1000 რაღაც რო დევს, ასე რომ წევარ, აი ყველაფერზე ვფიქრობ და აი პატარა ოთახი არის რა. ახლა არის დილის 8 საათი. ეს ჩემი უმაგრესი სპორტული მაგარია რა და გუშინ ჩემი რუმეითები თუ ვინც არიან ეგენი მოვიდნენ როგორც ჩანს სახლში და აი მაგრად ხმაურობდნენ შეგულოს ხომ აი დერეფანში იდგნენ და ორი გოგო იყო მგონი და აუ ისახმა მაღლა ლაპარაკობდნენ მე არ მაქვს პრობლემა საერთოდ და შემიძლია რომ მამი უბლაშვილის დაბადების დღესაც დავიცინო მაგრამ აუ გუშინის საშავი კავი თავი რო არ მეთქვა რომ კაი რა ძინავს რა აი რა გინდა რა ბულგარული ბულგარული Una saati, ძახვი, მანგო, წყალი. იოგურტი ეს არ მიყვარს 30 ცენტივერს, 1 ლარიც არ ღირს. კოკოსის ბარი. ყველი, პური, პაკეტი. აი აკოროს. ვიცი რომ ძალიან დაბალი შანსი არის. ძალიან დაბალი კი არა, არ არის. ნახეთ. გუშინ წავიკითხე ესეთი საინტერესო რაღაცა. როდესაც გამოსავალზე ფიქრობ, შეიძლება ანუ არასდროს გამო. შესაძლო ვარიანტებს შორის სასწაულის განხილვაც არ დაგავიწყდესო. ხო და ნახეთ. ახლა უნდა მოვემზადოთ ლოკალურად. რომ ჯერ წინ ვაგვიყვან სცენაზე. ძალიან კარგად ვიმღეროთ. პირობითად price-ებზე. Seems like everybody's got a price. I wanna have a sleep at night. When the sell comes first and the truth comes second, just stop for a minute and smile. It's not about the price-ებს არ მომღერებს, მაგრამ პირობითად მომღერე ისაც მე მინდა მაგალითად რა. Have you ever really lost your mind? Then realize it was a waste of time. Think about all the things you can't control. Who knows? No. I თუ სადმე არსებობს დეპარტამენტი, სადაც ყველაზე დიდი ოცნებები ინახება. ამ სიმღერის ჯეისთან ერთად შესრულებაც არ ქვია. ღიღინი არის მაგ დეპარტამენტში. რაც შეეხება რეალურს, აყავს ხოლმე რა ფანები და მღერიან Big White Rooms, რაც არც ისე მიყვარს, მაგრამ მოდი. Sit alone, big white room alone. My head back. არც ვიცი სიტყვები სირცხული იქნება. I don't wanna be here anymore. I wanna be somewhere else. Normal and free. Like I used to be. I'm going crazy, yeah. I'm losing my mind. I'm going crazy in this big white room of mine. I'm going crazy, yeah. I'm losing my mind. I'm going crazy in this big white mind. Out, I 80%. Arts me არ არსებული მაგარი ამბების წარმოდგენაც მიყვარს ხოლმე, იმიტომ რომ მეღიმება რა, აი წარმოიდგინეთ მაგარ რაღაცას რაც არ იქნება, რომ წარმოიდგენ რომ გაგიღიმოს, ხო და წარმოიდგინეთ ეგეთ ემოციასაც ეგ გისწორდებათ. როგორი გასაღიმებელი იქნება ამ ლოგს რო უყურებთ და მე ჯესი ჯეის არხზე რო იდროპება, რომ აი ლინა კონდა ჯესი ლინა, მაგრამ აი ერთმა გოგომ და ჯესი ჯემ შეასრულეს და მე რო ვარ. და რო იცით რომ ასაც ვარ თქვენ ამარ შევიდეთ და რაღაც. ხო და თუ არ იქნება, თავარი მიზანი არის რომ ეს კამერა შემატანინოს საერთოდ კონცერტზე. ამიტომ უნდა მივიდეთ ადრე და გავარკვევთ. და დანარჩენი რავი და ჯესი ჯეის და ღმერთის ნება არის და კიდე იცი რა სიმღერები ერთსაც რა.
ხედა უნახეთ რა მაგარია ვიდირე რა ჭუჭუპუჭუ ადგილას არის ვერ გავიგე ეხლა მოუჭრი ეს ნახეთ ვინ არის აქ ჯესი ჯეი აუ მაგარი არის არა და იქ დგანან მისი ცოტათი გიჟუაფანები აი აქ მომიწას რომ შევერთდე მათ იმიტომ რომ ადგილების დაკავებაზე არის ჯახა ჯუხი და მე ანუ სიამოვნებით მივწვევი და მიუძინებ მაგრამ ამას შეხედეთ ანუ ჰარი სტაილზე ხო გადავიღე როდესაც პირველად მივედი მაგრამ აი მაგრად არ მაინტერესებს ჰარი სტაილი როცა ეს არის შეხედეთ რა ანუ აი არ მჯერა რომ ნამდვილია და არ მჯერა რომ გამოვიდა და არ მჯერა რა მიყვარხარ ჯესი ჯეი რა რის შესრულებას აპირებთ ჯესი რო გითხრათ თუ შეიძლება თქვენი აზრით საქართველოში ოდესღაც კიდევ ჩამოხვალთ თქვენი აზრით თქვენ რო ვერძი ხართ და მე მშურდოსანი მეგობრობას შევძლებთ აი ეს პასუხი უკვე მომწონს აი მეც მანდა ვარ წერილი დაგიწერო თუ არც წაიკითხავ ეხლა თუ არც წაიკითხავ აღარ დაგიწერა კარგი I'm red and factory rose won't grow in the dark alone take me there cause I need to find a light I hate but I'm scared of this but you believe so I take the risk hold me and tell me I'm right აი მახსოვრეთ ერთი ჯესი ჯეის ფანები მეორე ლანა დელ რეის ფანები არიან ავადმყოფები ოღონდ ანუ რო ვამბობ ანუ გულისხმობ ავადმყოფურად გიჟურები არიან შეუძლიათ რომ მოგკლან არ მქონია პირადი კომუნიკაცია ანუ ფიზიკური მაგრამ მიმოწერა მქონია და ტიპები ისეთი გეითქიფერები არიან არ ვიცი sorry is this the main entrance yes okay ხადა ვისთანაც მქონია კომუნიკაცია ყველა არის გიჟურა ეხლა ნახე შეიძლება აი იქიდან გადმოვიდეს ჯესი ჯეი რა ახლა იღებენ მისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან რაღაცას ხა და წარმოიდგინე რამენაირად იქნება მოხერხდეს და ბარემ ჯესი ჯეიც ვნახო აი ჯესის რას ვეტყოდი რო არ ვიცი აუ ვისი მერჩი ამათ ახლა მითხრეს რომ 5 წუთით ადრე რომ მოსულიყავი ჯესისთან სურათს გადაიღებდიო აი უბრალოდ დამიჭირეთ რომ არ მოუკვდე So much pressure. Why so loud? If you don't like my sound, you can turn it down. I've got a roll. I was too მომღერა, ცოტა cool უნდა მეცვალოს, და cool არის შარვანი, არ ვიცი. It's a one picture, but it's that's so it's cool. She was there or just right there? over there. Oh man. It's just one page. She didn't know how to use my phone, so. Okay. Oh, this is so cool. There is a chance or no? A little chance. Just stand right there. Maybe she's there. Small chance because they have to walk like forward, maybe. I felt the pain, by the way. იცი რასა და რას შორის ერთი ხო არის რომ მოვიქცე ნორმალურად და შევიდე და ანუ არ გავმეძო კონცერტი და დავესწრო კონცერტს და იქნებ წინ ვიდგები და რაღაცა და მეორე ლინა მეუბნება რომ აი უბრალოდ ესე შევაჭრი ვიტყვი რომ ანუ ის რაღაცა ნიუს რიპორტერი თუ რაღაცა ვარ თქო არ ვიცი საქართველოში სადაც ეგრე შემიჭრია და მოხვედრილ ვარ და აქაც თუ შეაჭრე ჩემი აზრით ყველაფერი იქნება მაგრამ აი ერთი ტრიპი ეგეთი დავგეგმოთ რომ შევდივარ ჯესი ჯეის გასახდელში ჯესი ჯეის ოთახში მოკრძალებით მოწწევით პატივისცემით აი ამ ქალივით რა ხო შეაჭრა და მეც რა ანუ სამსახურში დამალგებელი ვარ მოსული რა ანუ მაგის ოთახი უნდა მივალავდე აქ ვართ ორი ადამიანი ვინც ტირი ვართ ვინც 5 წუთით დავაგვიანეთ რა მოსვლა ხო და ეს ამბობს რომ მე არ მჯერა სასწაულებისა და მე ვეუბნები რომ მე სასწაულების მჯერა იმედია მე მოვიგე მე მჯერა სასწაულების და მე მჯერა რომ კიდე ერთხელ გამოვა და აი სადაც სახლში მღეროდი რომ მაგასთან ერთად კარგად შემესრულებინა სიმღერა
აი ხა აქ არ გამოვა? გამო. ამან არის უბრალოდ რა. აი ყველაფრის მჯერა. ეს უნდა ვანახო. ჯესი ინახე 2012-ში როგორ დაგხატე. ხარა წარმოედგინე რამენაირად იქნებ მოხერხდეს და ბალენ ჯესი ჯეიც ვნახო. ჯესი ჯეი დაინახეთ. Hi, Jesse. Could you please sign? ეხა უნდა ნახოთ როგორ კანკალებ. Could you please sign? Jesse ჯეი შემომოხედე რა. Jesse, could you please? Okay, thank you. 40 წამი არის დარჩენილი. ჯესი ჯეის კონცერტის ბილეთები ვიყიდე. Jesse J's კონცერტზე მივდივარ. Oh, life is worth living. On the UK leg of the tour, people just did this the whole time and it was annoying. Please don't shout out price tag every 5 minutes. I know it's my song. I know it exists. I am going to sing it at some point. But I've got to hold out, okay? I've only got a couple of massive hits and I've got to spread them out. Okay, so just go easy on a girl, alright? I'm trying to pump fresh air into these new songs. So if anyone here is going through something right now that no one else knows about, that isn't easy, I hope this song can hold your hand as it did for me. And if you know the words, please sing along. And if you don't, just don't sing along. Okay? Just inside of your mind. I was smart, baby, but the show must go on. No friends will make me gonna cry for just one night. I'm standing here naked, but I chose the spotlight. But sometimes I hate it, and sometimes it feels nice. Am I addicted to the honey? They find me pretty when it's ugly. They either hate me or they love me. Just scared me being honest. Tell them all, tell them nothing. Keep it real, I'll keep it funny. Speaking of or something. Don't be scared to sing along. I'm so sorry. I put it on the internet. All life is so loud. No secrets. No secrets. When I'm nervous, I have this thing. Yeah, I don't talk too much. Here you go. Sometimes I just can't.
Anyone who listens, and that's what I seem to myself. Yes, I forget about the consequences. I'm not a soldier, no, not at all. And what I did, that wasn't cool. But I swear I'll never do it again to you. It's all on you. It's all on you. It's all on you. Seeing you, that's a punishment, right? Then his punishment is seeing me. Stop feeling like you're not enough. Stop feeding into the haters. Stop and give yourself some love. Stop staring at the mirror, getting faded. Saying I won't fall in love. Stop trusting all these fake idiots. Trust me, they don't give a fuck. Whoa. I'm tired of seeing. Tired of feeling these. What's the use changing? It's fake expectation of love. Real shit. Let's get naked. Stop meditating. Forever and say I love my body. I love my skin. I am a goddess. I am a queen. Just love your body. Just love your skin. You are a goddess. You are a queen or a king or anything in between. Amen. Please sing it to yourself. I love my body. I love my skin. I am a goddess. I am a queen. I want to see you now. I still fall on my face sometimes, and I can't color inside the lines, 'cause I'm everyday incomplete. I'm still working on my magic.
Do you remember you're a human being? Do I remember that I'm a human being? Yeah, you're not normal. That's I'm a human. And you said, I was You proved that one. You're amazing. this is not normal. Literally, all I've talked about all night is being human. Like you guys, do you know you're human? You just got a There's an alien in my house and I drink a tree. What? Always like Back at it again. She's not there. I'll be putting it like this. That's right. So I fade. I find a curtain. My friend,
promise I did it my way. Yes, I had a few, but then again, too few to mention. I did what I had to do. And started through without exception. Until then, each time, each little step along the byway, and more, much more than this. Yes, I did it my way. Yes, there were times I'm sure you remember when I know more than I could chew. Remember when there was once I should Good night. Thank you. Be well, guys. Get home safe. I'm glad it's not cold. Good night. Good night. See you tomorrow. See you tomorrow. ნახეთ დილით როგორ კარგად გამოიყურები, აი სუპერ ენერგიული და რაღაც. აუ, ეხლა გული მეტკინა. გუში მე და ჯესჭები ვერ ვიმღერეთ, თუმცა ჩვენ შორის პატარა კომუნიკაცია შედგა. კერძოდ ვკითხე, ნორმალური ხარ? Do you remember you're a human being? Do I remember that I'm a human being? Yeah. და მითხრა, რომ მთელი კონცერტი ადამიანურობაზე და ნორმალურობაზე ვლაპარაკობ. შენი აზრით? ჩვენ შეგვეძლო, რომ მეტი კომუნიკაცია დაგვემყარებინა მასთან, თუმცა მე არ ვარ საკმარისად აქტიური, ხვდებით? აი,
ჩემს მეგობრებს შორის შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე ექსტროვერტი ვიყო, თუმცა ექსტროვერტებს შორის ყველაზე ინტროვერტი ვარ. ანუ მე ექსტროვერტებს შორის ყველაზე ინტროვერტი ვარ და ესე დუმილების დროს რო ბაზრობს ხალხი, ის პასუხობს ჯესი ჯეი და მე მერიდება, ხვდები? თორე ვეტყოდი რომ ანუ რა შეინტერესებს? აი ესეთი ვარ, აი რა შეინტერესებს? ადრე ვიღაც დაიყურებს რომ ბრაზილიიდან ჩამოვედი, ანუ მე კიდე ესეთი ვარ, მე კიდე ანუ საქართველოსდან ჩამოვედი, იცით საქართველოსდან აქ ჩამოსვლა რამდენად რთულია. იცით საერთოდ საქართველოში რა ხდება? ვერ უყვირი მაგას რა და ისიც ვერ ვუთხარი რომ Harder We Fall არის საუკეთესო მუსიკა რაც მას აქვს. თუმცა დაუწერე წერილი, რომელიც მოგანებით მის პროდიუსერს მივეცი. ან მისცემს ან არა, მაგრამ არა უშავს. ჯესი ჯეისთან სულათიც გავმაზე, მაგრამ ძალიან არ მეტირება, იმიტომ რომ ჩემი bare minimum-ი იყო ჯესი ჯეის კონცერტზე მოხვედრა უკან დგომა მაინც. მე გავაკეთე ჩემ bare minimum-ზე მეტი, ანუ მე წინ ვიდექი, მე შესვლისას და გამოსვლისას ვნახე ჯესი ჯეი, გამოსვლისას ვუთხარი გამშვიდობის მეთქი და წამოვედი. და როდესაც მისმა სხვა ფანებმა თქვეს რომ see you tomorrow, ანუ დღეს ბრიუსელში მიყვებიან, მან მივიფიქრე რომ ვა, ლინა გაიზარდე, რომ ხოლმე ბრიუსელში არ მიყვები ჯესი ჯეის და მართლაც გავიზარდე. ამიტომ ნუ დასცინით თქვენს მეგობრებს, ვისაც ყავს ფავორიტი არტისტი და მაგის გამო ბევრ რაღაცას აკეთებს. იმიტომ რომ ეგენი გაიზარდებიან და მაგას აღარ გააკეთებენ. ხო რა, ადრე მართლა გავიკიდებოდი ბევრ ქალაქში. ეხა კიდე მე ჩემი საქმეები მაქვს და აი გუშინდა ჯესი ჯეის მოსვენა იყო აი გულის მოფხარო, გული მოვიფხანე მასთან ერთად ვიმღერე სიმღერები, რომელსაც ყოველ დღე ვმღერი ვარ მანქანაში. და არ ვიცი თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს, მაგრამ მე ვარ მელომანი, მე მიყვარს ძალიან ბევრი სიმღერის მოსმენა ყველგან სულ. ახლაც მქონდა ჩართული მუსიკა, მაგრამ ვიდეოს გადაღების დროს გავთიშე და აქვე ვიტყვი, ეს არ არის არანაირი პლეისმენტი ამ ვიდეოში, არანაირი რეკლამა არ არის, მაგრამ ჩემი რეკლამა ხო შეიძლება იყოს, არა? იმ დღეს მომწერეს ამბოლიდან ჩემანაცრობა, რომ ამბოლი აკეთებსო Spotify-ზე. აუ, ეხა რეკლამასაც ვლაპარაკობ, მაგრამ არ არის რეკლამა. Playlist-ს აკეთებს მოკეთ ამბოლი Spotify-ზე და ერთ-ერთი playlist-ი არის ჩემი ლინაკო და ესე ქვია ლინაკო Night Ride Snacks. და ეს უნდა მოусმინოთ, როდის იცი? მე ვუსმენ ხოლმე ავტობუსით რომ მოდივარ, ვუსმენ ხოლმე ნიდერლანდებში. ავტობუსით რომ მოდივარ სახლში, მაგრამ თბილისში ვუსმენ ხოლმე აი ამ playlist, რომელიც არის 3 საათი და 45 წუთი, ანუ ქუთაისამდე ჩაგიყვანს და სახლამდეც მიგიყვანს. აი ღამე ცარიელი რო არის თბილისში და მაგრად რომ მიკრიხარ მანქანით რა და აი შუქები რომ მიკრიხარ არა, ანუ ლეგალურად. ან ავტობანზე რო ხარ და შუქები რომ რას მოვაყოლე? არც მახსოვს. ჯესი ჯეის ვიდეოს განახებდით, აი. So much pressure, why so loud? If you don't like my sound, you can turn it down. I gotta roll. გაგვაჩუბა რა? I look still fall on my face sometimes and I can't color inside the lines cause I'm perfectly incomplete. I'm still working on my masterpiece now. და იმედია ოდესღაც ჯესი ჯეი ჩემ ნახატს დაკიდებს თავის სახლში. ნახოთ. მგონია რომ ეს vlog-ი გრძელდება 1 კვირა და თქვენც უყურებთ ამ vlog-ს 1 კვირა და 1 კვირა ჩვენ ერთად ცხოვრობთ და ერთ-ერთი ადამიანი ხარ, ვისაც ველაპარაკები ამ დროის განმავლობაში, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები მუშაობენ, დედა ჩემიც მუშაობს და დღილ და საღამომდე შენ გიყურებ. დაიღალე. იცი რა, მართლა გეუბნები. კომენტარებში ხომ იწერენ რომ ეს რაღაც კარგ რაღაცებს ხომ იწერენ. მითხარი აი ამ vlog-ში. რა მოგეწონა? რამ დაგხალა? ოღონ არ მითხრა რა ბევრი მუსიკა იყო, უბრალოდ აი რა შეცვლიდი. ხო დაამუღამე უკვე რომ ესე არ დავიწყებ ვიდეოს, რომ გაარჯავა ეს არის ჩემი სახლი და მე აქ გავატარებ 24 საათი. იმიტომ რომ მე ცხოვრება საკმარის challenge მიგზავნის იმისთვის რომ YouTube-ზე ჩემ თავს ცალკე challenge-ები არ მოვუწყო, ხვდები? ხვდები? ანუ YouTube-ი მარტო challenge-ები არ არის, ხვდები? ანუ თუ challenge-ებს არ აკეთებ
შეგიძლია YouTube-ზე მაინც ვიდეო დადო ხდები. და თუ პრობლემა არ არის ვიდეოში, შეგიძლია რომ მაინც დადო და უბრალოდ ანუ რაღაც კარგი რაღაც იყოს, მაგრამ ანუ ალბათ სამყარო თქვა რომ ლინა არა. ამ ვიდეოს რაღაცა უკიჭირდება, ამიტომ ჩემოდანი უნდა წაგართვათ, რომ მეც ჯერ დღეს კიდევ არ გვიპოვია. მაგრამ ხვალ ბრიუსელის აეროპორტში მივდივარ. ნახავ რა ხდება. და დღეს ჩვენ მივდივართ. და დღეს ჩვენ მივდივართ ქალაქ ლისეში, სადაც არის როგორც დავწერჩე, საოცარი tulip ბაღები. ცოტა კი მეძარება, მაგრამ კიდე ცერად ვერ გავგიჟდი? ჯესი ჯეიძე გუშინ. იმიტომ რომ ნახე ესე ახლოდან ჯესი ჯეიცის თუ ის გავს. ზათხარ ქალბატონო? ჯესი ჯეი, დიახ. ჯესი ჯეი გავს დედაჩემს. Change my mind, ჯესი ჯეი დედაჩემს გავს, ორი ასაკ. მოკლაშავით გუშინ ნატასავით ქონდა შეკრული მართლა რა, ანუ არ მომუგრა ეხა ერთ-ერთია, მაგრამ იგივე ვაიბი მომდის. ჯესი ჯეი კი ცოტა მამალი ქალია, მაგრამ ჯესი ჯეის ნაკუთები ძალიან გავს დედაჩემის ნაკუთებს. დედაჩემი მყავს სახლში ეხა ჯესი ჯეის რატო უნდა გავგიჟდე ხო? თან დედაჩემის პერსონალიტი და ადამიანურობა და თვისებები საერთოდ არის 60-ში. ანუ დედაჩემი რო ჩნდებოდა, ღმერთმა ესე აიღო, უბრალოდ შეშალა და უბრალოდ დედაჩემში ჩადო ყველა კარგი თვისება. და ცუდი თვისება დაავიწყდა. არდა ყველა ადამიანში ხო უნდა იყოს კარგი და ცუდი. დედაჩემში დაავიწყდა. იმიტომ არის დედაჩემის ყველაზე ცუდი თვისება, ის რომ ძალიან კარგი არის და მაგის გამო ხშირად იჩაგრება. მაგრამ არა უშავს. მიყვარხარ ძალიან და მართლა რა, დედაჩემი რომც არ გავდეს ჯეს. დედაჩემი ყავს სახლში, ხო ისე უნდა გავგიზდე ხო. აგინა ეხა ბევრი ლაილაი, ეს მიგარ მithქვამს რომ ვერ წამოგიყვარი და კერავე ხა. მართლა, მაგრამ გამანები თავი. მე ჩამოვედი ლისეში და ამ წამს ჩამოვედი ავტობუსიდან ცოტა ხანი უნდა ჩამოვჭდე, იმიტომ რომ ძალიან ცხელოდა ავტობუსში. ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი, მაგრამ ახლა გამოვიღვიძე, იმიტომ რომ კარგი ნიავია და თან შევჭამდა მე ველოსიპედს. დავითრევ და ვიკატაო ცოტა რა. რომ მკითხო, თავი ვინ გონია? იცი რას გიპასუხებ? ანუ ყვავილი ვარ ხდები? ცოტა ხანი მოგიწევთ რომ აი აქ რო სადღაც რო ლაქ არის, მაგ ლაქიანს უყუროთ. ცოტა ხანი რა სანამ თვიში არ ჩამო. კაი, კარგად ხარ. კაი, არ ხარ კარგად. მე კიდე ერთხელ გავტეხე ჩემი კამერა, მაგრამ არ უშავს. ეს ველოსიპედი ვიქირავე 12 ევრო ნახევრად 3 საათით. ძვირია, მაგრამ ერთადერთი საქირავებელი ადგილია იყო ეს. კონკურენტი აქ არ ყავთ. და მთელი დღით რომ ეკირავებინა დაჯდებოდა 17 ევრო. მაგრამ 3 საათზე მეც მართლა ვერ გავატარებია. მაგარი იყო ხო? ჩემთან ერთად გულაობა თურმე.
აბა ეხა დროზე დაალაიქებთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. თუ არ დაალაიქებთ, თუ არ დაალაიქებთ, თუ არ დასაბსკრაიბებთ ჩემს, თუ არ დასაბსკრაიბებთ. რამხელა დღე იყო ღმერთო ჩემო. არ დაიღალეთ? ძირითადად ფეხით გავიარე ეს გზები. ველოსიპედითაც არ მოვაკელით. 25 კილომეტრი გავიარეთ ველოსიპედით, მეტი თუ არა, იმიტომ რომ გზები ბევრჯერ შემეშალა. ეს იყო საოცარი მოგზაურობა, მეგობრებო. მალადეც თქვენ და მალადეც მე. მშვიდობებისა. მოკლედ დილა გაგვითენდა ასეთი დილით მივიღეთ შეტყობინება, რომ ჩემი ჩემოდანი იპოვეს და ის იმყოფება ბრიუსელის აეროპორტში, სადაც საერთოდ არ მიწევს მოხვედრა. მაგრამ სანამ ახლა ლიკასთან გადავალ ანტვერპენში, მთელი დღეა ბრიუსელის აეროპორტისკენ მივდივარ. ეს არის მეორე ტრანსპორტი, მესამე დამრჩა და მივალთ. ძალიან გამიხარდა ჩემი ჩემოდანი რო იპოვეს, მაგრამ ძალიან მინდოდა ვეცადე რომ ჩემთან მოეტანოთ და მითხრეს რომ Georgian Airways-ის ფრენებზე არ გვაქვს სერვისი, რომ ჩვენ მივუტანოთ დაკარგული სიუთქეისი უკან ადამიანსთან. შენ თუ რა მოაკითხო? უზომოდ გამიტყდა, მაგრამ რას ვიზავთ? დილიდან უკატაობდა. რაღაცა იქნება თან უსვენ ჰარი პოტერის საუნდტრეკებს და მატარებელში ვარ და მგონია რომ ჰოგვორტსში მივდივარ და ორკესტრი რას საოცრად ასრულებს და კლასიკურ მუსიკას მოусვინეთ. და ხალეთ ბევრი იმით, რა ქვია, სიბრძნით. არა უშავს, ჯესტი მე დამღალა. ძალიან კარგად. აუ, ისე მედარდება, რომ ამ ლაქის გამო ჩემი ვიდეოს ყურებას არ გააგრძელებთ, რომ რა ვიცი. ანტვერპენში ვარ, ერთი მატარებელი მქონდა დარჩენილი, რომ წავსულიყავი ბრიუსელში და ლიკა მომწერა, რომ სათხარო მორჩი ჩემს საქმეებს და მე ანტვერპენში ვარ, ეხლა მივდივარ ბრიუსელის აეროპორტში თქვა და მითხრა, რომ აუ, მარტო რატომ მიდიხარ, მეც წამოვალ და მე ვთხარი, კაი თქო რა, არ შეწუხდე თქო და არა, წამოვალ და ეხლა ლიკას შევხვდები და ერთად წავალთ ბრიუსელის აეროპორტში და წამოვალთ და ძალიან გამიხარა, აი, საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის? ხვდები? კიბერნოს ვიდეოების გამო ქართველი რეპეტიტორი გავხდი მეც. აუ, აკა მიშეხეთ. აუ, ძა. მე როგორ ხარ? აუ, აი მაგრად რა. როგორი დღეები ქონდა? აი ესეთ. იცი როგორ დამხვდი იმენა? აი იმენა, არ ვიცი რა. ეს ხო იცი რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება. ეგრე მოვედი. აი დღეს დილით წავედი მეხენაში, რომელიც შორსაა საკმაოდ. აი და რომ მივედი მითხრეს რომ დღეს ტრენინგი არ გიქნება, იმიტომ რომ ის ქალი ცუდად არის. როდის გახდა ცუდად ეს ქალი, რომ დილა ადრიან ავდექი და წავედი და არავინ გამაგებინა. აუ რა მაგარია. მაგრამ ამის დამსახურებით ადრე მორჩმშო. და მე დამხვდი. და ზუსტად ერთად მოვედით. არ არის. ხა მოდი ხარ ბრიუსელში თუ არა? მოვდივარ აბა რა. არ ხარ დახრილი. შენ თუ არ გინდა არ წამოვა. წამოვიკატაოთ. ვიკატაოთ რა. აუ იცი რა მაგარი იყო. აი გინდა ჩვენთან რომ დავტოვოთ.
არ ვიცი როგორ შევადარო რა. ამსტერდამში მხოლოდ ჯესი ჯეი რო არ ყოფილიყო ამსტერდამში და კარგი დრო გამეტარებინა. არ 10 თავით ჯობდა ანტვერპენში მოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ძირთადად სახლში ვარ, ვალაგებ. საჭმელს ვაკეთებ. კარგ ადამიანებს გაუმარჯოთ რა. მე ამ ტრიპში კარგი ადამიანი არ შევხვედრია, მაგრამ საქართველოში რო ჩავდა დამხვდებიან. აი მაგ ადამიანებს გაუმარჯოთ. კარგ ადამიანებს გაუმარჯოთ და ეხა, ანუ შეიძლება ბეთის ისტორია მოუყვე თუ არა. მე და ნინუცამ გავატარეთ ჩემი ანტვერპენში დაბრუნების 2 დღე ერთმანეთთან ჯახში. ჩვენ საუბრობდით სამყაროზე, ცოტათი ღმერთზე. კამათობდით. და მართლა რაც გითხარი, ეგ იყო, ანუ ვიდექით ესე ცერცვით ხელში და ერთმანეთს ვაყრიდით. აზრი არ ქონდა ნინუცას სიტყვებს შემთვის. მე ვეუბნები ნინუცას, რომ ნინუცა არის სამყაროს რჩეული და სამყაროს ძალიან უყვარს ნინუცა. თუ ამ მონაკვეთამდე უყურეთ ამ ვიდეოს დააკომენტარეთ. ნინუცა სამყაროს უყვარხარ. 21 ადამიანი მაინც თუ დაწერს ნინუცა სამყაროს უყვარხარო, ნინუცა დაიჯერებს რომ სამყაროს უყვარს. მაგრამ აქ ну 6 კომენტარი ჩემი იქნება. მაგრამ აქ მთავარი იცით რა არის, ნინუცას ტვინი გაუღუნე რომ სამყაროს უყვარხარ თქო. და ბოლოს ესე დავიძინეთ რა 3-4 საათი იყო ცოტათი ისეთი კარმული დრო. მე ვთხარი რომ მოკლედ დავიძინოთ თქო და მე აღარ გეტყვი თქო რომ სამყაროს უყვარხარ, მაგრამ უყვარხარ თქო. მეორე დღეს გავედით ბოჯიალობდით, ძალიან ბევრი ვიარეთ და სახლისკენ რომ მოვდიოდით სამივე, დაგვეწია ერთი ფერატკანიანი ქალბატონი ნიგერიიდან, რომელიც ესე მოგხსებდა, რომ girls. მე არ დაგიმალოთ, მე მეგონა რომ იყო ჰომლესი და მეთქი ქეშები თუ რავე რაღაცა ლიკას ექნება. და ეს ქალი მოვიდა და თქვა რომ მეო თქვენ რა საქმე რაობთ, მე ვარ ბეტი ვარო, ჩვენს გავიცანით და თქვა რომ მეო 26 თუ 27 წელია ველაპარაკები ადამიანებს. ესე ჩაუვლიო და ღმერთი მეუბნებაო რომ ამათ ეს უთხარიო და ვეუბნებიო. ეხა მოვდივარ სამსახურიდან დაღლილიო და რო ჩაგიარეთო, აი ვითხრაო ღმერთმა და მოუბრუნდიო და მინდა გითხრათო რომ ლამაზები ხართო და ყველაფერი იქნება კარგადო. მაგ დროს მე ლიკას უკვე გავხედე და ესეთი ვარ რომ გაიგე რა თქვა საერთოდ და მე იცით რა თქვა ბეტი ყველაფერი იქნება კარგადო და კიდე გეტყვიო და ნინუცას ეუბნება რომ შენო ღმერთს უყვარხარო და შენ ყველაფერი კარგად გექნებაო და you are strong. You are special. და you are special. მან თუ არ ჩავიკეცებოდი მე არ მეგონა. და მე მაგით ცხოვრობ რომ რისიც გჯერა ის ხდება რა. და თუ დაიჯერებ რომ სამყაროს უყვარხარ, სამყაროს აუცილებლად ეყვარები. სამყაროს უყვარს ნინუცაც, ლიკა ხო უყვარს და უყვარს და სამყაროს უყვარს ძალიან ბევრი ადამიანი და მთავარია რომ ეგ შემოუშვა გულში და დაიჯერო ეგ და ყველაფერი გამოვა. და თუ რამე არ გამოდის, ესე იგი ჯერ არც უნდა გამოვიდეს რა. ეხა შტერი დებილი კოუჩი ინფლუენსერივით გამომივა. რომელსაც ნინუცა თათხავს პირადად, მაგრამ არ ვარ. არც კოუჩი და არც ინფლუენსერი. არც შტერი და არც დებილი. მე ლინა ვარ და გეუბნებით, ამდენი ხნის შემდეგ გეუბნებით, რომ კარგია დედამიწაზე ხანდახან. და 10 დღიდან ერთში რო იყოს კარგი დედამიწაზე, ეგ ერთი დღეც უნდა დავინახოთ და შევამჩნიოთ და დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ შემდეგი 10 დღე ცუდი რო დაიწყება, გახსოვდეს რომ რაღაცა იქნება რა. მადლობას ვუხდი ჩემი მეგობრებს, რომ დამიტოვეს ორჯერ თან, შუა კვირაშიც და კვირის ბოლოსაც. არიან უძვირფასესი ადამიანები, ბევრს არ ვილაპარაკებ ამაზე. აღარ არის საჭირო. ხა და კარგი ადამიანებს გაუმარჯოთ რა. მე შემხვდნენ ეს კარგი ადამიანები ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას. მადლობა რომ მიყურეთ. არ გვინდა ბევრი ლაილაი, მადლობა რომ გამომყევით ამ ხელა საოცარ თავგადასავალში. კარგი არა ყველაფერი კარგად დასრულდა. ხო და მაინც რა ქალაქია ამსტერდამი ხო? როგორ თან კიდი ხარ და თან უყვარ ხარ ერთსა და იმავე დროს. ბიპოლარი ქალაქია. ბიპოლარი ამინდებით. და ამსტერდამს არც მარიას ჯუზით და არც ჯესი ჯეის ჯუზით დავამშვიდობები. When will I see you again? Привет, Гия. Შე? რაოია. ჩამოვედი ახლა შაბათ კვირას და კი, კიდე ჩამოვალ, აბა რას ვიზავ.